ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის 13 წლის თავთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. ოცნების საპატიო თავმჯდომარე ეგრეთ წოდებულ 13 წლიან პროგრესზე საუბრობს. მისი პარტიიდან წასულებს უცხო ქვეყნების დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს კი აგენტებს უწოდებს. ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის და ეკონომიკური კეთილდღეობის დაპირებით მოსული ივანიშვილი დღეს აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ციცრუით, პროპაგანდით და დაპირებებით გაცურება არავის გამოუვა. ოლიგარქი ირწმუნება, რომ მისი პარტია თავისუფლების, სამართლიანობის, ურთიერთ პატივისცემის, სიყვარულის, ღირსების და დამოუკიდებლობის მხარეს დგას. თუ გვერდით გადავდებთ პროპაგანდასა და უხეშ რიტორიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. ამავდროულად კი არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული. განვლილი 13 წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით, ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია. საქართველოს ისტორიაც სწორედ ეს არის. პირადად ჩემთვის უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არა მხოლოდ ქართული ოცნება დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქართულ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო. შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადება ღირდა, თუმცა ჩვენ ამასაც გავუძელით. ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობის მთავარი მონაპოვარია ის, რომ მისმა გუნდმა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასება ისწავლა. ოლიგარქი ამ კონტექსტში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრობს, რომელთაც მისი მტკიცებით მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. ივანიშვილი წერილის ბოლოს მოქალაქეებს 4 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემის თხოვნით მიმართავს. საზოგადოებასთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო ჭეშმარიტ დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღწვის. ყველას საკუთარი ინტერესი და სურვილები ამოძრავებს. ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენი ერთიანობის 1 ოქტომბრის იდეალების განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბ ჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ. ამ ფონზე 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. 5 მილიონი თითო სოფელს უფასო ფული, განახევრებული კომუნალურები. ეს ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო დაპირებების ნაწილია, რომელიც ჟურნალისტებმა დღეს ოცნების წევრებს შეახსენეს. ივანიშვილის თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ დაპირებების უმეტესობა შესრულებულია, თუმცა ამის დანახვა ოპოზიციურ მედიას არ უნდა. სრულ დაპირებები რატო იყო ძალიან ბოდიში? მიიღო ხალხმა უფასო ფული? ყველა სოფელმა მიიღო 5000 რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პროგრამა აწარმოეს საქართველოში, ნახავთ უამრავ განხორციელებულ პროექტს, სადაც სუბსიდირებას ახორციელებს სახელმწიფო. თქვენ ამის დანახვა არ გინდათ. ნახეთ, რამდენი პროექტი განხორციელდა რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში. ნახეთ, ჩამოყევით, მოგცემთ ეკონომიკის სამინისტრო სიებს და რა გაკეთდა, რა პროექტები განხორციელდება, მაგრამ მე დარწმუნებული თქვენ ამას არ გააშუქებთ, იმიტომ რომ ამის ინტერესი არ აქვს. ამის ინტერესი არ აქვს. თქვენ მხოლოდ გაქვთ იმის мотиваცია, რომ ყველაფერი დახატოთ შავფერებში და არ გამოდიოდა. 13 წლის წინ ზუსტად ამ დღეს ქართულმა ხალხმა დაამარცხა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს ქართულს ებრძოდა და სძულდა. დაამარცხა მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ხვების გეოპოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის საქართველოს პაიკად წირავდა. ეს მოხდა 13 წლის წინ, იმიტომ რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ თავისი მტკიცენებით აღდგომოდა იმ დიქტატურას, რომელიც დამყარებული ქონდა ნაციონალურ მოძრაობას. 13 წლის წინ ნაცობა როგორც ხელისუფლება დამარცხდა, თუმცა ნაცობა როგორც ლიბერალ-ფაშისტური იდეოლოგიის ქართული
ოფისი ჯერ კიდევ დასამარცხებელი არის. ივანიშვილის წერილსა და ოცნების მმართველობის 13 წელს აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათი თქმით 2012 წლიდან დღემდე პერიოდი საქართველოსთვის ყველა მიმართულებით რეგრესის 13 წელია. ოპოზიცია შეუსრულებელ დაპირებებზე, შეცვლილ საგარეო კურსსა და ოცნების შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრობს. 13 წლიანი მმართველობის პერიოდში ივანიშვილის რეჟიმის საქართველო მშვიდობიანად ჩაბარდა რუსეთის ფედერაციას. დღეს საქართველო მოიაზრება რუსული გავლენის სახელმწიფოდ, ისე როგორც ბელორუსი და სხვა სახელმწიფო, სირია, მანამდე სირია იყო და სხვა სახელმწიფოები. ამიტომ ეს პერიოდი ვერ ჩაითვლება საქართველოს ისტორიაში ქართული საზოგადოების, ასე თქვათ, განვითარების წლებად, იმიტომ რომ ამ წლებში ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა სუვერენიტეტი, ჩამოეკიდა რუსეთის ეკონომიკას, რუსული გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა ამ ქვეყანაში, ამიტომ 4 ოქტომბერს არის თარიღი, როდესაც ქვეყანა უნდა შემოვაბრუნოთ ევროპისკენ. 13 წელი უდიდესი ცვლილების და იმედის ქართველი ხალხისა 2012 წლის 1 ოქტომბრის, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა მოახერხა და დემოკრატიული წესით ხელისუფლების ცვლილება ისწავლა და შეძლო, აი ამ დიდი იმედის ჩასახვიდან და დიდი გამარჯვებიდან 13 წლის თავზე მივედით ქვეყანაში, სადაც მთვრალი დუგინი არის მთავარი მოლაპარაკე თავი ხელისუფლების, სადაც იზოლაციონიზმი გახდა სახელმწიფო პოლიტიკა და სადაც დემოკრატიის დასამარებით არის დაკავებული მთელი სახელმწიფო ვერტიკალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კანიბალიზმით პოლიტიკური კანიბალიზმით დაბოლოვდა ეს 13 წელი და კრონოსი თავის შვილებს ჭამს. დღეს 2025 წლის 1 ოქტომბერია. ზუსტად 13 წლის წინ ამ დღეს ქართულმა ხალხმა მკაცრად უთხრა ვარი მოძალადე რეჟიმს და უკეთესობის იმედით შეცვალა ხელისუფლება. თუმცა დღეს 13 წლის შემდეგ ქართულ ხალხს ისე უწევს ძალადობასთან და უსამართლობასთან ბრძოლა. ის იდეა, რომლის გამოც ქართულმა ხალხმა 2012 წელს ქართული ოცნება აირჩია, აღარ არსებობს თავად ქართულ ოცნებაში. მათ უღალატეს ქართველი ხალხის ნდობას და ნებას. დღეს როგორც 13 წლის წინ რეჟიმი ისევ ძალადობს მოქალაქეებზე. დღესაც ადამიანებს უწევთ ბრძოლა მხოლოდ გადარჩენისთვის. ვინც 2012 წელს ყველაზე მეტად ებრძოდა უსამართლობას, დღესაც ამ ბრძოლაშია. ხოლო ისინი, ვინც საკუთარი ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ, დღესაც საკუთარი ძალაუფლებისთვის იბრძვიან. კოალიცია ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში 2012 წლის 1 ოქტომბერს დაამარცხა. ეს იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა.